მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 13 საათზე, მე ნინო სალუხაძე ვარ. ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად ერთმანეთის მიმართ მწვავე საჯარო კრიტიკის მიზეზი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილები გახდა. მას შემდეგ, რაც ლელოს ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ ღიად დაადასტურა, რომ დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრაზე შტატების ადმინისტრაციამ ხელისუფლების ოპონენტებს ბოიკოტის პოლიტიკა დაუწუნა, ნიკა გვარამიამ კოლეგას სიცრუეში დაადანაშაულა. ბრალდებას სოციალურ ქსელშივე უპასუხა გეგელიამ, რომელმაც გვარამიას კეთილსინდისიერებასა და ინგლისურის სოდნაში ეჭვი შეიტანა. ნაციონალურ მოძრაობაში უჭირთ უარყოფა, რომ შტატების ადმინისტრაციისგან ოპოზიციამ საყვედური მიიღო. სახელისუფლებო გუნდში კი აღნიშნავენ, რომ მათი ოპონენტები ბოიკოტისკენ ბაიდენის ადმინისტრაციამ წაახალისა. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის შემდეგ კი მათმა ნაწილმა პოზიცია შეცვალა, რაც შალვა პაპუაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი სწორედ გარედან მიღებულ დავალებებზეა დამოკიდებული. გრიგოლ გეგელიას უთქვამს, ტევ-პირველზე ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, მარტივად რომ თქვათ, ან გრიგოლ გეგელიას სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება მსგავსი, არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ. ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან. ინგლისური თუ არ გესმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰქონია ამერიკას სწორი. გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და ოფიციალურ განცხადებაშიც. როცა ვერც ერთ ენაზე იგებს სათქმელს, ეს სხვა ტიპის პრობლემაზე მიგვითითებს. მესმის, რომ გაწმილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტის ოდენადაც არ მატარდება. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მათ შორის ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა სხვა პარტიის წარმომადგენლებიც. საუბარი რა თქმა უნდა ეხება ყველა მტკივნეულ საკითხს. ამ შემთხვევაში ამერიკას სურს, რომ ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს. ჩემი ინფორმაციით ბატონ გრიგოლ გეგელი არ გახლავთ ამერიკის ასე ვთქვათ წარმომადგენელი საქართველოში და არც ასე ვთქვათ სპიკერი გახლავთ, ამიტომაც მას ეხა თავის პარტიული დღის წესრიგი აქვს და რა სიტყვის უნდა განვიხილოთ, როგორც არა ამერიკის პოზიცია, არამედ როგორც გრიგოლ გეგელიას პოზიცია და ლელოს პოზიცია. განცხადებიდანაც ნახეთ ჩვენ, თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისგან და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. აი ეს არის, სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარი ამომრჩევლს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2020 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოусმინეს არა ქართულ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლელო და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რო დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით. და დღეს შეიცვალეს აზრი, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, იცვლება იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამას მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს თავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები. გერმანიის ელჩის არადიპლომატიური განცხადება კვლავ შეფასებების თემა პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პეტერ ფიშერის მხრიდან ქსენოფობიური განცხადება არ უკვე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ელჩის გაკეთებული განცხადება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული უცხოელი აქტორების სხვადასხვა ერებს და ქვეყნებს შორის შუღლის ჩამოგდებას, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე. ცნობისთვის ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანელმა დიპლომატმა ქართველები ასე შეაფასა. ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის, თუ რა არის ევროკავშირის სხვებს კი უბრალოდ არ სურთ რუსი, თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი იყოს. მე მგონი უკვე დიდი ხანია ნათელი იყო, რომ ბატონი პეტერი სწორედ აქ დაასრულებდა, სადაც დაასრულა კერძო ქსენოფობიური განცხადების ავტორად გამოჩნდა ქსენოფობიური განცხადებებით. როდესაც ადამიანი ჯერ ფაშისტური სლოგანის წინ პოზირებს, შემდეგ ექსტრემისტებს აცხადებს ამ ქვეყნის მომავლად, შემდეგ მხარს უჭერს და აგულიანებს პროპაგანდისტებს. იქიდანვე უკვე ჩანდა, საით მიდიოდა ეს ყველაფერი, ასე რომ მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომ მან პირადად უკვე ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ერთ რამეს აჩვენებს კიდევ დამატებით, თუ რა ადვილად შეუძლიათ წაგვკიდონ ქართველები აქ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ერებს თუ ქვეყნებს, რა ადვილად
და გულცივად შეუძლიათ აქ დაანთონ ჩამოაგდონ შუღლი ეთნიკურ ნიადაგზე მათ შორის. ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. დოკუმენტი უკვე საკანონმდებლო ორგანოში. ანგარიში მოიცავს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს და ასახავს მიღწეულ შედეგებს. ანგარიში ეფუძნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად საკითხებს. დოკუმენტის მიხედვით მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. ანგარიში საუბარია ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც. აღნიშნულია, რომ გასული წელს საქართველოს გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით. 88 გვერდიანი დოკუმენტის სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და მოიცავს ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას. ზეპირ გამოსვლაში ეს ყველა აქცენტ შეეხება, რაც მნიშვნელოვანი არის მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენა და ასევე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს განვითარების დღევანდელი მაჩვენებლების ყურადღების გასამახვილებლად. ამიტომ მე წინასწარ არ შევიდოდი ამ დისკუსიაში, გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში. პრემიერ-მინისტრი დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე 1 საათია მიმდინარეობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. 2027 წელს კი EBRD-ის უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით საქართველოში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს, თუმცა ზრდის შემაფერხებელ საგარეო რისკებზეც მიუთითებენ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას გამოიწვევს. აღნიშნულია ანგარიში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ის დონეზე და გამოქვეყნა ანალიზი, რომელიც მიუთითებს საქართველოს წარმატებას, როგორც 2025 წელს, ისე მოსავალ წარმატებას 2026 წელს. აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმატებით შეასრულა ბევრი ამოცანა, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, გაუმჯობესდა ვალის მაჩვენებელი სახელმწიფოსი და გაუმჯობესდა ზოგადად მდგომარეობა, საქართველოს აგრძელებს ძლიერ ზრდას და საერთაშორისო ინსტიტუტები რეგულარულად აქვეყნებენ გაუმჯობესებულ პროგნოზებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 33 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-15 ადგილს იკავებს. მსოფლიო რეიტინგში საქართველოს უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოს. სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც პასუხობს სასამართლო სისტემის შეფასების 2 საკვანძო კითხვას. მათ შორის, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პირველ მოადგილესთან ერთად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის პროცესსა და მის თამდებ შედეგებზე. პოლიციამ თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს სმარტ საწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით. გადაღებული ჩანაწერებით დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის მეთადონი, მარიხუანა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი 56 აბი. დაკავებულს 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, მათ შორის თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, ასევე უგანდის, უზბეკეთის, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააგავეს. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ბათუმში აიყვანეს, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდეან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ამერიკის საელჩო საქართველოს პროკურატურის მიერ ამერიკაში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება და უწყებას, ასევე გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მადლობას უხდის. ეს არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პროკურატურისა და ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა. გამოძიების ინფორმაციის წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საჭირო ისტორიის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას პირდებოდნენ. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79 სესიაზე საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75 სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა. თუ საქართველოს აქამდე გახდათ მარტო პასიური მიმღები გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკისა, დღეს ის უკვე მის ფორმირებაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და უკვე დაიწყო ეს პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც მივიღე მონაწილეობა. მეორე ეს გახლავთ აღიარება თვითონ ქვეყნის, საერთაშორისო აღიარება იმ დობის გამოცხადება იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიიღოს მონაწილეობა უკვე ესეთ გადაწყვეტილების პროცესში. იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია. პროექტს მობილური იუსტიციის სახლი კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს წარმატებას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინოვაციური მმართველობისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული რეფორმების მიმართულებით. მობილური იუსტიციის სახლის პროექტის მიერ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე საუკეთესო პრაქტიკის ჯილდოს მიღება კიდევ ერთი დასტურია იუსტიციის სახლის, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია და ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებზე. ეს დაჯილდოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ და მოქალაქეზე ორიენტირებულ პროექტებს აფასებს. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს
სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა. იუსტიციის სახლი უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ისეთ ინოვაციურ პროექტებს, სადაც აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც ტექნოლოგიები, ასევე ხელოვნური ინტელექტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით სონყოლაშვილი მასპინძელი ქვეყნის ვიცე-პრემიერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა საქართველო-ბელარუსის მთავრობათა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობის განახლება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. შეხვედრები გაიმართა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთანაც. შესაძლებლობები ორი ქვეყნის ურთიერთობა შორის საკმაოდ დიდია, საექსპორტო პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მზარდია, რაც აუცილებლად გამოსაყენებელია და ზუსტად ამ ფარგლებში იყო შესაძლებლობა დღეს რომ შევხვედრილიყავით ვიცე-პრემიერს ქვეყნისა, სადაც განხილული იყო ამ შესაძლებლობებზე და სამუშაო რეჟიმში შესაძლებელი არის რომ ეს შედეგები და ის გეგმები მიღწეულ იქნას. საქართველო გამოირჩევა მაღალი ხარისხის აგროპროდუქციით, განსაკუთრებით ხილით, ბოსტნეულითა და ღვინის წარმოების ტრადიციებით, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი განხილული მიმართულება შეეხებოდა ღვინისა და კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის, მათ შორის ყურძნის სპირტის მიწოდებასა და სავაჭრო მიმოცვლას. ამავდროულად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სავაჭრო ურთიერთობების სისტემურ და გამჭვირვალე მართვას. აღნიშნული პროცესები მოითხოვს ერთიან თანმიმდევრულ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებასა და პროგნოზირებადობას. დასასრულს შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება მომავალ წელს ბელარუსში, სადაც შევაჯამებთ მიღწეულ პროგრესს და წარმოვადგენთ თანამშრომლობის კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში თბილისში უსახლკარო სტატუსი 1150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან 450-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა. დანარჩენი ოჯახების სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება მერიის რესურსის შესაბამისად ეტაპობრივად ხორციელდება. უსახლკაროდ სტატუსის მისაღებად თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია როგორც მერიაში, ისე გამგეობაში. ოჯახს უსახლკარო სტატუსის შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერის კომისია ოჯახის თითოეული წევრის შესახებ 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საფინანსო დაწესებულებაში მოძებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. თბილისში უსახლკაროს სტატუსი მინიჭებული აქვს 1150-მდე ოჯახს, მათგან 450 ოჯახი არის დაკმაყოფილებული. ის საარჩევნო დაპირება რაც იყო რომ 400 ოჯახი რომელიც პირველ ეტაპზე გამოვლენილი იყო აღნიშნული სტატუსით, ჩვენი დაპირება იყო რომ ყველა საცხოვრისით, მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ეს დაპირება შესრულებულია. ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერი ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებს ახორციელებს, რაც თბილისში რეგისტრირებულთათვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ითვალისწინებს. საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის უფასოა. მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. წელს პროგრამას ახალი მიმართულებები ემატება. საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ტრადიციულად ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე აღნიშნულ პროგრამას უფასოდ ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია პადელი, ბოულინგი, საცურაო აუზი, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა იქნება ასევე საჯომარდო და სალაშქრო ტურებშიც. აღნიშნული საზაფხულო პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულად უფასო, როგორც გითხარით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის საზაფხულო ბაღებში ახალგაზრდელების რეგისტრაცია 8 ივნის 10 საათიდან დაიწყება. ზაფხულის განმავლობაში 54 საბავშვო ბაღი იმუშავებს, სადაც 19500-მდე ახალგაზრდელი ჩაირიცხება. რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაცია გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით. პროექტით სარგებლობა შეიძლება თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის ახალგაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან. საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.
წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც 19500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს 10 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით. პროექტით სარგებლობა შეიძლება თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს. თბილისი ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის მე-20 გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. ყოველწლიურ ფორუმში 40 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. განიხილება მეტროლოგიის განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროპული მეტროლოგიის მომავალსა და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ასამბლეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. 2024 წლიდან 2 წელიწადში გენერალური ასამბლეის ჩატარება საქართველოში კიდევ ერთხელ ამყარებს აღნიშნულ აღიარებას და ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მეტროლოგიის დარგს, განვითარებთ ამ დარგს. დღევანდელ ღონისძიებაში, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი არიან ევროპული ქვეყნების საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, ასევე პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები. იქნება მსჯელობა წევრი ქვეყნების მონაწილეობით მეტროლოგიის სამომავლო საკითხებზე, ერთობლივ ინიციატივებზე, თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი მეტროლოგიამ ეკონომიკას. ეს არის ღონისძიება, რომელიც ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს აერთიანებს. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სრულუფლებიანი წევრი 2024 წელს გახდა, რაც საქართველოს მეტროლოგიური სისტემის საერთაშორისო აღიარებისა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევრამეტის გენერალურ ასამბლეას სრულუფლებიანი ევროპის მიღებიდან სულ რაღაც მხოლოდ 2 წელიწადში მასპინძლობს, რაც ევროპულ მეტროლოგიურ საზოგადოებაში ქვეყნის მზარდ როლსა და აქტიურ ჩართულობას ადასტურებს. ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ბათუმი არენამ უმასპინძლა. ფესტივალში საქართველოს 12 რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეეჯიბრებიან. მინდა წარმატება უსურვო თითოეულ სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თითოეული გამარჯვებული ისტორიაში შევა როგორც პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე. და დარწმუნებული ვარ და ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ აქ ბევრი სპორტსმენი მომავალში საქართველოს წარადგენს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი გახდება ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. დაჭარა სრულად მზად არის, რათა ჩაატაროს ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრებები. თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ გახსნა გქონდა ბათუმის არაჩვეულებრივ სტადიონზე. ნამდვილად ჩვენი რეგიონისთვის სავიზიტო ბარათი არის და ზუსტად 1200 ბავშვი სხვადასხვა რეგიონიდან დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა სპორტსმენები. მათ შორის 118 ბავშვი აჭარიდან, 17 სახეობა სპორტის. რამოდენიმე დღის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა იასპარეზონ და ძალიან დიდი შედეგები დადონ. ვარ საქართველოს ჩემპიონი სპორტ ტაეკვონდოში და რა თქმა უნდა ჩემი თავისგან მაქსიმალურს მოველი. აუცილებლად ვიასპარეზებ მისთვის, რომ ავიღო ოქროს მედალი და აუცილებლად მოვიგებ ამ შეჯიბს. ლანჩხუთში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების მორიგი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსის შემსრულებლები თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და გოჩა დათუსანი წარსდგნენ. საკონცერტო პროგრამაში ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები იყო წარმოდგენილი. კონცერტების სერიის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია და კომპოზიტორთა კავშირი. გახლავთ როგორც დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრები, ასევე ახალი ქართული ნაწარმოებები. ჩემი მეგობრები, კოლეგები, არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან ჩემთან ერთად და მინდა უღმესი მადლობა გადაუხადო ლანჩხუთის სამუსიკო სკოლას თბილი დახვედრისთვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ლანჩხუთში და როგორც გურული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველად შევასრულებ გურიაში კონცერტზე პირველად დავუკრავ. ეს ფესტივალი ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები გახდა რაღაცა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თამარ ლიჩელს, რა ესეთი იდეა განახორციელა.
ასეთი იყო ახალი ამბები 13 საათზე, პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდებით, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს.